განვითარებიდან მოვთვლი რომ ეს არის ობიექტური აუცილებლობა და მე ამის გამო არავის არ გავაკრიტიკებ ამ შემთხვევაში, თუმცა ინვესტირების მიმართულებები გახავთ ისეთი, რომ ბუნებრივია სამუშაო ადგილების გარკვეული ნაწილი შენარჩუნებას, ეს დროებით შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ეკონომიკური სამუშაოებას ხელს ვერ შეუწყობს იმ მიზეზის გამო, რომ ინვესტიციას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, როდესაც ის ქმნის დამატებით ღირებულებას. ეხლა ძირითადად ეს თანხები იდება ისე მიწაში, ისე მშენებლობებზე, საუბარი იყო რედისონზე, ჩვენ ვიცით რომ გამოყოფილი დახმარებების გარკვეული ნაწილი უკვე გადასრულებულია 500-მლიანი სასტუმროების მშენებლობაზე და იგივე დაუშვათ სხვა უცნაური წარმოებების დაფინანსებაზე, ასე რომ ეს მეორე უბედურებაა, ხო, კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეფექტი ყველაფერი ამის იქნება ძალიან მოკლევადიანი. ყველაზე კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებდა ამ თავრობის ხდომას, რომ არ იყო პრემიერ-მინისტრი, სამაგიეროდ გახდათ არა მინისტრი ბენდუქიძე. ესეც ძალიან საინტერესო თემაა. თავრობის ხდომაზე არ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იყო ბენდუქიძე, რომელიც ბოლო პერიოდში რაღაც ცოტა ჩაჩოჩებული იყო და უკანა რიგებში იჯდა ხოლმე და ეხლა ისე კადრში პირდაპირ ყველაზე ბატონო, რომ 5 წლის შემდეგ დაიწყო თავრობამ ბიუჯეტიდან ინვესტირება ქვეყნის ვითომ ეკონომიკას. 5 წელი აკეთებინა, ეხლა როდესაც ფინანსური ჩავარდნა ამ სოფლიოში, ეხლა იწევს სისულელია ახლა. რა არის იცით, მოდით ესე ვთქვათ, რა ეს არ არის ინვესტირება ეკონომიკაში, ეს არის ის პროექტები, რაც ხელისუფლება ისედაც ახორციელებდა. ჩვენ ვიცით ეს მტკივნეული აკვიატება, ესე რომ ვთქვათ, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ, ისე მიმართულებებზეა საუბარი, ხო, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერებზე იყო ლაპარაკი და ითქვა რომ უნდა იყოს გამჭვირვალე ტენდერები, იმედია ამჯერად მაინც ესე იქნება, მაგრამ გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ეს ტენდერები გამჭვირვალედ გაიმართოს. საუბარი იყო ამ თავრობის ხდომაზე, მე ხა გიყვებით, ვიცი რომ არ გინახავს თემი თუ გიყვებით. ხო და საუბარი იყო იმაზე რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ, კი ბატონო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბატონი სუბარის მოხსენებაში იყო ნათქვამი და ინტერვიუში თქვა, მაგრამ მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამას, მეც არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენთან კორუფცია კი არ დამარცხდა, კორუფციის ტრანსფორმირება მოხდა, ანუ კორუფცია გახდა ელიტარული, საშემოსავლო ნაწილში კორუფცია ნამდვილად სერიოზულად შევიწროვდა და ეს ცუდი არ არის თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ქვედა დონეებზე, საშუალო დონეზე კორუფციის ხარისხი ნამდვილად ძალიან დაბალია. თუმცა, ვიღაცა მიფიქრა ეწყობა, რომ მთელი ფული ამოვიტანოთ ბიუჯეტში, მერე ხარჯვებს ჩვენი საქმე, ანუ საფულეში რომ მოხდება ფული, მერე იმ საფულიდან როგორც მინდა ისე გავანაწილებს და შესაბამისად კორუფცია გახდა ელიტარული, ანუ პატარა რაოდენობა ადამიანებს მიუწვდებათ ხელი, თუ ადრე შევარდნაძისტროს ყველა დონეზე დაწყებული ინსპექტორიდან, რომელიც შარაგზაზე იდგა და საგადასახადო ინსპექტორიდან და დამთავრებული მინისტრის, ყველა ცოტა ცუჩქნიდა და ეხლა ეს ყველაფერი თავს იყრის ერთ სალაროში, რომელსაც პირობითად არ ვიცი ხა რა დაცვენაური სალარო უწოდოთ ან რაღაც სხვა რაღაცა, საიდანაც შემდგომ შესაძლოა რაღაცა ხდებოდეს, ხო? ეხლა ჩვენ ცოტა ხანში სხვათა შორის მე არ მინდა ეხლა თემა სხვა, მაგრამ ჩვენი კლუბი, ექსპერტთა კლუბი ცოტა ხანში აპირებს ერთ ძალიან სკანდალურ ჩემის აზრით თემაზე რეაგირებას, ძალიან სკანდალურ, რაც უკავშირდება ზუსტად აი ამ ჰუმანიტარულ პრობლემებს და როგორ ხდება ამ სოციალური დახმარებების მიმართვა, ადმინიმართება და თვითონ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციითაც კი ჩანს, რომ პრინციპში ძალიან ცუდად არის ამ ხრივ საქმე და ამაზე ჩვენ გვექნება საჯარო საუბარი, ახლა მე დეტალებში არ შევალ, ჩემმა მეგობრებმა რო არ მიწყინნენ, ამაზე ამ დღეებში ალბათ გაკეთდება შესაბამისი განცხადებები. პრინციპში არის შეიძლება ეს თქვენი ექსპერტთა ჯგუფი გააკეთებდეს, მაგრამ აქ უფრო მე არ ვიცი თქვენი ექსპერტები პოლიტიკურ შეფასებებს თუ მოეჭედებიან, იმიტომ რომ აშკარად უცნაურობები ხდება და გადაფარვა ხდება ამ დღევანდელი რაღაცას ინვესტორი როგორც ჯიში მსოფლიოში გამქარდა და ბატონო გადაფარვა უნდა აი ამ ბეჯონი და თქვენთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავი ისტორიკა კი არის, დასავლეთი არ არის გეოგრაფიული ესე რომ ვთქვათ, ცნება, ხო, დასავლეთი ეს არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა. ჩვენ
ისეთ სისტემას ვაშენებთ ქვეყანაში, რომ ბუნებრივია, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რუსეთის ხელში. ჩვენ ვაცხადებთ ვექტორს დასავლეთისკენ და რეალურად ჩვენი ვექტორი არის ჩრდილოეთი. ამის კონკრეტული გამოვლინებებია ეს ენგურხესის საკითხი, იგივე ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მიწოდების თემა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ხო? ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი ტენდერი, სადაც რუსები როგორ იმარჯვებდნენ. ეხლა დღეს რაღაც ესეთი კითხვაც კი დამისვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, მე არა. დასვა ესეთი კითხვა, რომ აი ბოლო-ბოლო რა პრეტენზიები გაქვს ბენდუქიძესთან რა. აი რა კითხვა ამ კაცოზე ხა. ეხლა რომელიც ჩამოთავა, აღარ ვიცი უკვე, ხო? ნუ ფაქტიურად მე ანტიმონოპოლური სისტემების დანგრევა, რამაც კონკურენცია საერთოდ გააქვთ ამ ქვეყანაში, საბაჟო საზღვრების მორღვევა, როგორც ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით. და ასე შემდეგ და მე აღარაფერს ვამბობ იმ უცნაურ ტენდერებზე, რომელსაც ის მართავდა ჯვარედინი დაკითხვებით კანცელარიის შენობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ დღეს ეს ადამიანი, რომელიც გადააჩოჩეს, ესე რომ ვთქვათ, იმაში მესამე რიგში, ეხლა ისე გადმოჩოჩდა და პირველ რიგში დაჯდა, იმიტომ რომ გეგა გალობლიშვილი, რომლის კარიერა ალბათ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ ზეგ გამოჩნდებაო. ნახოთ ეხლა ეგეც არ არის შორს ნათელი კვირადრია. და რა სეზონს რო გამოჩნდება? ხო, არაფერი არ ვიცი ეხლა, ნუ სხვა ინფორმაცია ვცელდება, მე სამწუხაროდ არ ვიცი, ნუ თითქოს მას დაწერილია განცხადება გადადგომაზე, ნუ ზეგამდე დავიცდით და ორშაბათს ვიხილავთ ამას. და საინტერესოა, თუნდაც ეს ფაქტი, ესე იგი გამოდის ინიციატივით პრეზიდენტი ამას პრემიერ-მინისტრს აქვს, თითქოსში კენჭის გავა, გუშინ პარლამენტის დირექტორს კენჭება გაუარა. ათესე, როდესაც პრეზიდენტი ეკონომიკურ რაღაც ხედვას თავად აფიქსირებს არა პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს გაეშღერებინა. თვითონ რატომ გამოდის ამ ინიციატივით? რა უცნაურია. ნუ ეხლა იქ თვითონ ვიზუალურადაც ძალიან უცნაური სცენა იყო. არნიკოლებია საუბედურო პარლამენტში იყო გამოტანილი დაფა, რომელზეც ფლომასტერით, ესე იგი იწერებოდა გაყოლების ციკლები, რომელიც რა იყო რევოლუციამდე და რა იყო რევოლუციის შემდეგ. და იქ რაღაც 50 მილიონი, 100 მილიონი, 50 მილიონი, იქ მე ევროდან კონვერტაცია ლარში, და საბოლოო ჯამში მილიარდამდე გამოვიდა და ნუ რაღაც ესეთი ნუ ეს ფორმა არჩეული, რა ვიცი ეხლა დემონების საკითხია, შეიძლება ბევრს მოწონს ეხლა მე რო გითხრათ რომ ძალიან მოწონს მეთქი ეს ფორმა ჩემს არ არის მიყოლები და იმას გეთანხმებით რომ არ არის პოლიტიკური ლიდერის საკითხი ესეთ სამეურნეო თემებზე საუბარი ამ ვირტუალური კეთილდღეობის რაღაც სურათის ხატვა მუდმივად საუბარი იმაზე რომ თუნდაც ხელმისაწვდომი დაინგრა და ჩვენ ყველაზე მაგრად გაუძველით, ნუ ეს ძალიან სასაცილო თემაა. შეიძლება დღეს პრობლემებია ხელმისაწვდომში, მაგრამ იქაური ეკონომიკა თვითონ ანუ იმ ქვეყნებში, სადაც დღეს სერიოზული კრიზისია, არის ისეთი ენერგიის მატარებელი, შინაგანი ენერგიის, ხო, სისტემური ენერგიის მატარებელი, რომ როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება, უცბად აკრიფავს ბრუნებს და როდესაც ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა და სხვათა შორის ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ძალიან მცირე სეგმენტში უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ ეს ვიცით, ჩვენთან კრიზისის სიმპტომები ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე აშკარად ჩანდა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით სამხმარებლო კრედიტის განაკვეთი უკვე იმ პერიოდში 26% გახდა ქვეყანაში, მაშინ როდესაც არც ომი იყო მომხდარი, არც გლობალურ კრიზისზე არ იყო საუბარი და ამას მოყვა მე აგვისტოში განვითარებული მოვლენები, ასე რომ ჩვენი კრიზისი არ არის ინიცირებული გლობალური პროცესებით, ხო? მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დღეს ცდილობს, რომ ჩამოწეროს ყველაფერი ამ გლობალური პროცესებზე. ნუ სამწუხაროდ ესე არ არის და სოფლიო ალბათ გამოვა, მაგრამ ჩვენი გამოსვლა არ იქნება იმის პარალელური, რა პროცესების განვითარდება დანარჩენ სამყაროში. ამიტომ და მეკითხა, თქვენ წერალზანეთ ეს ესე თქვა, მაგრამ რედისონი და დავაფინანსოთ, ხო? არა, რედისონზე არ ვთქვამს, რედისონის დაფინანსება, არა, რედისონის მშენებლობაზე საუბრობდა ბატონი ვაშალომიძე, რომელიც
უამიდობის გამო თბილისში ვერ ჩამოფრინდა და ამიტომ ბათუმიდან პირდაპირ ჩართვით ესწრებოდა თავრობის ხდომა. საოცრებელია. უახლესი ტექნიკის მეშვეობით პირდაპირ ციტატას გეუბნება. საოცრებელია. ხოთ მაყურებელი შემოვიყვანოთ ბატონო. გისმენ დიახ ეთერში ხარ? დიახ. ალო. დიახ, ბატონო გისმენ. გისმენ? კი. გიმოცავ შევახალწელი და შეგეწიოთ ცისავა და მადლი. დიდი მადლობა. მე კითხავდა ბატონს დაუსვა რომ რა გვეშველება და ძალიან გამეხარდა რომ შეიქმნა თქვენი ექსპერტთა კლუბი. ცოტა ადრე თუნდა ამოგეხოთ ხმა, ნამდვილად ხმა